ესე იგი, ვიღაცაც უწონებს, რომ აი რაღაცა უნდა. ვიღაცა თავს იქებს. მე არ ვიცი ხარ, ვიღაცა იქ დგას, ვიღაცა იბრძვის, ვიღაცა წინა ფლანგზეა, ვიღაცა უკანა ფლანგზეა, რა მნიშვნელობა აქვს. მე ვთვლი, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და ყველას ეს ადგილი მოეძებნება. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მე სადაც ყველაზე ეფექტური შემიძლია ვიყო, რომ პირველ რიგში ვიყო იქ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროტესტს უნდა მოვაკლოთ. მე მაგალითად ვთვლი, რომ არაღიარების ნაწილში და დილეგიტიმაციის ნაწილში მე მაქვს რესურსი და იქ ვმუშაობ. ოღონდ ამაზე ბევრს არ ვლაპარაკობ. ისევე როგორც რეჟიმის კორუფციული რესურსების დასანქცირებაში მაქვს რესურსი და ვიმუშავებ ამაზე და ვმუშაობ კიდევაც ამაზე. ყველამ უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე უკეთესად გამოგდის და საბოლოო ჯამში მე ვთვლი, რომ ეხლა რასაც ვაკეთებთ, როგორც მივდივართ, კარგად მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი გარანტირებული არ აქვს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მე რომ რაღაცა გავაკეთო და რაღაც შედეგს მივაქციო, ან ლეგიტიმაციის არ მიცემის, ან სწორი სანქცირების პოლიტიკის გატარების, ან კიდევ სხვა რაღაცაში, თუ საქართველოს მოქალაქეები არ დაგვიდგნენ გვერდით იმ პროტესტის, რომელიც დღეს მიმდინარეობს ყოველდღიურად, არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდება, რომ იქნებ ეს არის ხალხის არჩევა. იქნებ ეს, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შრომა და რესურსი დაგვჭირდა იმისთვის, რომ სოფლიოსთვის აგვეხსნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპული სივრცის ნაწილია. და ამაზე მარტო ჩვენ კი არა, თაობებმა დახარჯა უზარმაზარი ბოლო 30 წლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ჩვენ დავარწმუნეთ არა მხოლოდ დასავლეთი, რომ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი ვართ. მერწმუნეთ, რომ ეს რუსეთის ფედერაცია მას დაიჯერა და ისინი უკვე თვლიდნენ, რომ всё, საქართველო უკვე წასულია, გაქცეულია და ეხლა რასაც ვაკეთებთ და რასაც აკეთებენ აი ეს არაადეკვატური ხალხი საქართველოს აბრუნებენ სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში, სადაც უკვე დღეს ვართ, ну მე არ მინდა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, სადაც უკვე დღეს აზერბაიჯანმა ხო გვაჯობა და უკვე სომხეთიც გვჯობნის. და ეხლა ამ პირობებში უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროპული გზის არჩევანზე გააკეთა უკვე განაცხადი და ამ დროს ჩვენ ყველაფრიდან გვრიცხავენ და ხვალ სავარაუდოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატიც გაჩერდა. ესენი კიდე გამოვლენ და რაღაც ნეიტრალიტეტზე მერე 3+3-ზე დაგვიწყებენ ლაპარაკს და იმას ეცდებიან, იმხელა თავხედობა ეყოფათ, რომ ჩვენი ევროპული ოცნება და პერსპექტივა თითქოს რაღაც საპირწონეთ შემოგთავაზონ მაშინ, როდესაც ეს არის ჩვეულებრივი ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, იმიტომ რომ თაობები იბრძოდა და სისხლს ღვრიდა იმისთვის, რომ ჩვენ ევროპული კონტექსტის ნაწილი გავხდებიყავთ. და ეს ეხლა ესენი ხვდიან, არ ვიცი, სამსპირით და გვეტყვიან, რომ აი რუსეთი და ირანი ძალიან კარგიაო რა. ევროპაში არ გვინდა ევროპაში ორი ფეხითო მაინდა-მაინც და იქ ორი ფეხითო და აქ კიდე ახლა არ ვიტყვი როგორ პოზიში შეძრებიან აი ამ წარმოუდგენელ სივრცეში და ამიტომ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და რაც შეიძლება მეტი უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოქალაქეებს იმაზე, რომ სახე უნდა დავანახოთ და უნდა აუხსნათ, რომ შეხედეთ დღეს რასაც აკეთებს ივანიშვილი ბიძინა, დღეს საქართველოსგან ქმნის რუხ ზონას, რომელშიც შეძლებს თავისი კორუმპირებული სიმდიდრის დაცვას და კიდევ უფრო მეტი კორუმპირებული ფულის გაკეთებას. ეს არის და ეს ყველაფერი ხდება თან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლის ხარჯზე. ეს ხო არ გონიათ დღეს, ეს ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ავანსად მომავლის რესურს ხარჯავს დღეს და ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ თუ დღეს ერთად არ ვიბრძოლებთ, იქ სადაც ნამდვილი ეროვნული ფასეულობებია და ეროვნული ფასეულობები ის კი არ არის ჟურნალის ქალს. მაშინ, როდესაც ამდენი ველური, ნიღბიანი, აი ქუჩაში აი უზომოდ ცემდა ადამიანებს, იქ არაფერს არ ამბობ და უდანაშაულო ქალს აშიმშილებ და იმიტომ რომ აქ უკან დახევა ვინმე სისუსტე არ ჩაგითვალოს და გინდა რომ შენი რეპრესიული ძალა და შიში დანერგო, ну მე არ ვიცი ახლა ეს უკვე აღარ ედრება იმას რა ფასეულობებით და რა ლოზუნგებითაც 2012 წელს
მოვიდნენ. კი ბატონო. ევროკავშირი ამასობაში წავიკითხავ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია წერია განცხადებაში. თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტიკურ და პარტიას. კიდევ ერთხელ ერთად ვთხოვოთ მზიას რომ მეცგიერდებით ამ თქვენს თხოვნაში ნამდვილად იმიტომ რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ ექიმების განცხადება რამდენად სახიფათოა 17 დღის განმავლობაში მხოლოდ წყალზე ყოფნა და თან ყველაზე საინტერესო იცით რა არის ჩემთვის ბატონო გიორგი რომ მზიამ შიმშილობა რომ დაიწყო უკვე კარგა ხნის მერე გავიგეთ თავიდანვე არც გაგვიგია რომ ის შიმშილობას აცხადებდა უკვე დღეების შემდეგ გავიგეთ და მეც გიერდებით ამ მოწოდებაში მზია უნდა იყოს ჯამთელი, უნდა იყოს შრომის უნარიანი და უნდა იყოს ძლიერი. მადლობა, დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.